წავიდა. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ყველა მეთევზეს, ყველა ბუნების მოყვარულს. მე გახლავართ მიხეილ მესხი, ჯორჯიან ფიშერმენი ქართველი მეთევზე. და თქვენი იმყოფებით ჯორჯიან ფიშერმენის YouTube არხზე. გამოვედი სახლიდან და მივდივარ გაუვლით დავით ჩემს მეგობარს, შემდეგ გაუვლით მალხას და წავალ სიონისკენ. მეგობრებო, ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ როგორი ამინდი არის გარეთ. როგორც დააკვირდით მეგობრებო, ჩვენი მეგობარი დავით ურძილაძე შემოგვიერთდა და ეხლა გავემართებით უკვე. მოგესალმებით ყველას. მალხაზის ჩავისვამთ ჩვენს მეგობარს კიდევ ერთს და წავალთ სიონისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდია, კოკისპრული წვიმარი, დავესესხები ბატონი გალაქტიონ ტაბიძის სიტყვებს, ცვრიან ბალახზე თუ ფეხში შველა არ გაიარე რა მამული. იასნია. ვართ უმაღლესი განწყობით და ვართ ასევე ძალიან დიდი შემართებით, რომ ხვალ გვექნება ძალიან ნაყოფიერი დღე. ამაში რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ. როგორც დააკვირდით მეგობრებო, ბატონი მალხაზით შემოგვიერთდა თევზაობაში და აბა მეგობრებო, ჩვენ ახლა ჩვენ ადგილას სიონზე ჩამოვედით. ესეთი ადგილია გაჩვენებთ ახლა. დღის განმავლობაში უფრო კარგად გაჩვენებთ. რა ადგილას მოვედით რა. იქედან გამომდინარე, რომ ხალხის ნაკადი არ წყდება. ჩავედით და აი ამ ადგილიდან პირდაპირ ქვემოთ არის ჩასასვლელი. ჩავიტანეთ ჩვენი აღჭურვილობა, ყველაფერი ჩავიტანეთ და უკვე დილიდან დასაკვების მოზელის პროცესში მოგაწვით ყველაფერი ინფორმაცია. სხვათა შორის დღეს პირველად გამოვიყენებთ ჯორჯიან ფიშერმენის შამაის დასაკვებს. ჩემს მიერ შედგენილი დასაკვებია, ჩემს მიერ გაკეთებული დასაკვები არის, ესე რომ ვთქვათ მეგობრებო და ნახოთ როგორი ეფექტი გვექნება. მოწმენდილია, რასაც ვამბობდით, რომ წვიმა იქნებოდა, რასაც ვამბობდით, რომ ქარიშხალი იქნებოდა, გამორიცხული არის მეგობრებო. ნაწვიმარი არის, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ხვალინდელი თევზაობისთვის ძალიან კარგი არის და საკმარისი არის. შესაბამისად, მეგობრებო, ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. შემოგიერთებით ძალიან ლამაზი ბუნებით, ძალიან ლამაზი კადრებით. გამთენიისას უკვე. ეხლა ცოტას დავისვენებთ, ცოტას ლუც მივირთმევთ, ჩემს მიერ დამზადებულ შამაიას მივირთმევთ აგერ ბიჭები და შემოგვიერთებიან ნენელა ჩვენი კლუბელებიც. სტუმრებს ველოდებით 7:30-დან. ჩვენი გოგა და ჩვენი მარლენი უნდა მოვიდეს ჩვენთან. ასევე მოდი აღარ დაგასპოილერებ და გავაგრძელებთ. აბა წავედით. ესე მოვიწყეთ ჩვენ ადგილას ჩვენს მოკლედ მინი ტურბინის ჩავიტარებ საკუთარი თავისთვის წავარჯიშება იქნება ჩემთვის 3.60
360 70 გრამზე ტესტი ჯოხით და 3-0 პიკერი 4000 ანი კოჭით ვიქნები წარმოდგენილი Sherman Pro New Generation. ეხლა როგორც შეგვირდით, გაჩვენებთ დასაკვების აზრობას. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, ჩვენ წინაშია Georgian Fisherman-ის დასაკვები. აი ესეთი შამაიაზე სათევზაო დასაკვები. ეს ძალიან მაგარი დასაკვებია, ყვითელი ფერია. ეხლა ამაში ჩვენ ბევრ წყალს არ შევაზავებთ. წყალი არის საგრძნობლად თბილი. ძალიან თბილი არის მეგობრებო წყალი. ეს არ უნდა იყოს ცომივით აზელილი. ეს უნდა იყოს გაფხვიერებული მასა. ზოგადად შამაიაზე თევზაობის პროცესში გაფხვიერებული მასა უნდა იყოს. აი რაც შამაიას ძალიან უყვარს. ჩვენ მზადა ვართ უკვე. აი ესე ვაკეთებთ ჭიას მეგობრებო. აი ესე გვაქვს წამოგებული. სადავე დაახლოებით 60-დან 70 სანტიმეტრამდე რა. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი მეგობრებო. პატარა ჩარტყმა იყო ვაპატი ეს პატარა ჩარტყმა და შესაბამისად შემდეგი ჩარტყმა იქნება უკვე შემდეგ ჩარტყმას არ ვაპატიებთ მეგობრებო. ესე ფიდერგამის გარეშე ვთევზაობ, რომ ჩარტყმა იდეალური მქონდეს. გაუშვათ ისა ჩვენს მიმართულებაზე. წერტილში ყავს მეგობრებო. თევზი შემოვიყვანეთ წარმატებით ადგილზე. წერტილში წარმატებით შემოვიყვანეთ. ესეთი ზომის შამაიებია სიონზე მეგობრებო. ესეთი ზომის შამაიები. Isso era de grande, yes. 30-იან დავაგვე ხა ცოტა ხანში. იმიტომ რომ ანიმაცია სწრაფი რო გავუკეთო. სწრაფი ჩასვლის ანიმაცია, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჭიას ვასწორებ, უკვე ამ ჭიამ 3 თევზი დამაჭერინა. დავიწყოთ. გადავაგდეთ ველოდებით.
აი არ ვაპატიე. წარტყა თუ არა ოდნავ ეგრევე. არ ვაპატიე ჩარტყმა და შესაბამისად მოყავს. კარგი ზომის შამაია. გაგვიქცა. სამწუხაროდ გაგვიქცა. სამწუხაროდ გაგვიქცა, არა უშავს. არა უშავს. უკვე ხვდებით რაშიც არის საქმე მეგობრებო. ეხა ეს ქვივერის კადრი მინდოდა ზუსტად და მაგიტომ ვთქვათ ცუდი დასაწყისი არ არის, მაგრამ ზე გამოდის ეხა ცოტა ხანში უკვე და აი ესეთი ძალიან მაგარი ძისამოსვლა მეგობრებო. აი ესეთი ძალიან მაგარი ძისამოსვლა. არის ნანინა. აი. ტემპში ყავს მეგობრებო, ტემპში. ოპა, კარგი ზომა. ძალიან მაგარი ზომა. ძალიან მაგარი ზომა, ხელში გძნობ. აჰა. აი ესეთი ზომები მეგობრებო. ძალიან ტემპში ყავს. დასაკვება ფაქტია იმუშავა. დასაკვება იმუშავა, ჯორჯიან ფიშერმენის დასაკვება.
კარგი კადრები. დაწუნა უნდა. დაწუნა. ტემპში ხმობს მეგობრებო, ტემპში. ოპა, კარგი ზომა. ძალიან მაგარი ზომა. ძალიან მაგარი ზომა, ხელში გზნობ. აჰა. აი ესეთი ზომები მეგობრებო. ძალიან ტემპში გყავს. წავიდა. არა. წავიდა მეგობრებო. წავიდა.
ხო, მოკლედ, მეგობრებო, თევზაობა, ესე რომ ვთქვათ, რამოდენიმე საათით გავაჩერე დილიდან. ჩვენ სტუმრად გვყავდა ჰანთერები, პროფესიონალი მონადირეები, მარლენი და გოგა. და ერთი კარგი თევზაობა შევთავაზეთ შამაიაზე. ასე რომ კმაყოფილები არიან ბიჭები, რაც თავარია. Tortilla kalma.
არის ასასრულს მიუახლოვდა ჩვენი თევზაობა. ძალიან კარგი დღე იყო. ვერ ვიტყვი რომ წინა დღეებს ჯობდა, მაგრამ ასე თუ ისე საკმარისად დავიჭირეთ. ბიჭებმა კარგად დაიჭირეს. დავით, რა სიტყვი აბა? კარგი თევზაობა იყო, კარგი დღე გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ თევზი ცოტა პასიური იყო, რაც არ შეეფერება ხა. არ არის ხოლმე სიადესო,
სიონზე უფრო ხშირად აქტიურია თევზი. თუმცა მიუხედავად ამისა, საკვებმა იმუშავა და კარგი თევზაობა გამოვიდა, მოკლედ. მაინც კარგი თევზაობა გამოვიდა. კი ბატონო. მოკლედ, როგორც დავითმა ახსენა, პასიური იყო დღევანდელი თევზაობა წინა თევზაობასთან შედარებით, მაგრამ რამსთავარია ჩვენი სტუმრები, ბატონი გოგა და ბატონი მარლენი ძალიან კმაყოფილი დარჩნენ დღევანდელი დღით. რაც შეეხება ჩემს თევზაობას, მეგობრებო, დილით დავიწყე ინტენსიური დაკვება. რა თქმა უნდა, წერტილში თევზი შემოვიყვანეთ, ძალიან კარგი კენკვაც ჰქონდა, ძალიან კარგადაც დავიწყეთ ჭერა. შემდეგ შემოგვიერთნენ სტუმრები და უკვე გადავედი იმ ფაზაში, რომ ორიენტირებული ვიყავი, რომ სტუმრებისთვის მიმექცია მაქსიმალური ყურადღება, იმიტომ რომ ეს დღე იყო ჩვენი ჯორჯიან ფიშერმენი ქართველი მეთევზის სტუმრების დღე. მოვიპატიჟეთ, ესე რომ ვთქვათ, სიონის წყალსაცავზე და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს დღე შედგა და ძალიან კარგი თევზაობა გამოვიდა. ეხლა ჩვენ გადავინაცვლებთ უკვე შოთასთან. შოთა ჩემი კლუბის წევრი არის, ჯორჯიან ფიშერმენის კლუბის აქტიური წევრი არის, მეგობრებო და ჩვენთან ისე რომ ვთქვათ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, ძალიან დიდი გამოცდილებასაც ფლობდა. არ არის დამწყები, არ არის მოყვარული. უკვე გადაინაცვლა პროფესიონალურ დონეზე. იმიტომ რომ დღეს კარგი ჭერა ქონდა, უყურებდი. აბა 1-2 ოდესიტყვით გაგვესაუბრე შოთა. სალამი ყველას, მოგესალმები შემოყურებას. დღეს ძალიან მაგარი დღე იყო, მაგრად ვიჭირეთ, ვისიამოვნეთ. ამიტომ ჯობია რომ მოხვიდეთ კაი ბუნებაში. კარგად ვითევზაოთ და რაც თავარია წასვლის დროს ნაგავი არ დავყაროთ. კი ბატონო. აი ეს არის უმთავრესი და უნიშნულოვანესი პირობა, რომ წასვლის შემდეგ ჩვენი ნარჩენები ავიღოთ, მეგობრებო, ჩვენ ნარჩენებს მოუყაროთ თავი და აი გაჩვენებთ ეხლავე. აი თუ კარგად გამოჩნდება. აი ამ ადგილას, მეგობრებო, ბუნკერები არის რამდენიმე და შეგიძლიათ შეაგროვოთ, წაიღოთ და შემდეგი თევზაობისთვის დახვდებათ სუფთა მოვლილი გარე. წარმატებებს გისურვებთ აბა დროებით. მომავალ შეხვედრამდე.